ორი კვირა ერთმანეთის მიყოლებით, აი TV იმედის ეთერში იქნება, პოსტ TV-ს ეთერში იქნება თუ ვაგერ პარლამენტშიც, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი ლაპარაკობს არაბების რაღაც პროექტზე. ეგ უკვე ჩემთვის დამაფიქრებელი, წესით ხა მე არ მგონია რომ რაც არ უნდა კარგი ინვესტიციაც რომ იყოს, აი ტრამპი ხა 3 კვირა ერთი და იგივეზე ილაპარაკოს, ხო? იმიტომ რომ ეს სხვა რაღაცა, შენ სხვა პრიორიტეტები უნდა გაგაჩნდეს, მაგრამ კაი ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური შეფასებაა და მე რაღაცას კანონი ყოველ შემთხვევაში არ დაურღვევია და გასაგებია თვითონ პრიორიტეტები ასე განსაზღვრა. ჩემთვის კითხვებს აჩენს, მაგრამ კი ბატონო, კანონი არ დაურღვევია. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ რა ითქვა. გარდა იმისა, რომ თავიდან ბოლომდე იყო მცდელობა საკითხის ისე დაყენების, რომ აი თურმე ქვეყანა აყვავდება აი ამ არაბული ქალაქების აშენების შედეგად რაღაც წინ წავიწევით, ეკონომიკა გაორმაგდება და არაფერი ცუდი ამაში არ არის. შემდეგ ის უკვე ცოტა დეტალებზე გადავიდა, სადაც უკვე გასაგები იყო, რომ ეს კონკრეტული დეტალები არ იყო ხელისუფლების პროპაგანდის სასარგებლოდ. და ერთ-ერთი ასეთი დეტალი იყო ეს, ეხლა შენ რაც მაყურებელს უჩვენე, საუბარია უძრავი ქონების შეძენის წესზე, რომელსაც აი შენ ეხლა როგორც მითხარი, ესენი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდნენ. აი ჩემთვისაც უთქვამთ, რომ ეგ ტყვილი არისო, კაც მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული მუხლი არსებობს, ყველა შეუძლია შევიდეს კანონში, გადაიკითხოს და თვითონ გადაამოწმოს. თავიდან ამას ასე მაგათაც მე მახსოვს, არა მარტო თვითონ, მაგათაც აი შოთასთან რო იყო გირჩის ეთერში ამათი წარმომადგენელი ნიკოლაშვილი მე მგონი, ხო ის ბიჭი. იმანაც კი არაო ეგეთი რამე საწერიაო, რომ მაგას იღებენ. კი ბატონო, თავიდან უარყოფდნენ, თვითონ უარყოფდნენ აი ეს საჯარო საუბრებში, რაღაც კომენტარებში თუ რაღაც პოსტებში. ეხლა აღიარებს, რომ თურმე არსებობს ეგეთი ჩანაწერი ჩვენს კანონმდებლობაში და სხვათა შორის ჩვენ ვითხოვთ მაგ მუხლის საერთოდ გაუქმებას, საერთოდ არ შეიძლება შენ ქვეყნის ბინადრობის სტატუსი მაგ იმით არიგო იმასავით ხაჭაპურივით კაცო. ეგ არის კონკრეტული დეველოპერების დინარაძე ხო თქვა თავის დროზე, რომ მათი ინტერესი. ხადია დეველოპერების ამ სამშენებლო ბიზნესის რომ მოიზიდონ ყიდველი, უცხოელები რომ მოიზიდონ, ვაჭრობენ ჩვენი ქვეყნის ბინადრობის სტატუსით. მარტივი რაღაცა არის. ქართველებს არ აქვთ იმდენი ფული, რომ ქართველებზე ფულს ვერ აკეთებენ, ამდენი მშენებლობა როა, ქართველებზე ვერ ყიდენ, რომ ქართველს არ აქვს, მაგრამ ქართველი ქვეყნიდან მიდის და რის ყიდველია, არ აქვს ფული. ამიტომ ეს ბიზნესი რო არ ჩაწვეს და მეტი ფული იშოვონ, ამ საქართველოს ბინადრობის ნებართვას და მერე უკვე მოქალაქეობასაც არიგებენ წამახარისებლად, რომ ბევრი უცხოელი ჩამოვიდეს, არაბმა იყიდოს თბილისში ან საქართველოს სხვა ადგილას ბინა. აი ამას ემსახურება ეგ ჩანაწერი. ეხლა მივედით იმ ეტაპამდე, დიდი ხანი დაგჭირდა, მაგრამ მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თავად აღიარა არსებული ჩანაწერის არსებობა ჩვენს საკანონმდებლო ბაზაში, რაც უკვე კარგია. იმიტომ რომ ამის უარყოფა არის უბრალოდ შეუძლებელი. წერია, შეგიძლიათ დაგუგლო და ნახო კანონში. ეხლა უყურე მანიპულაცია სად არის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კი არსებობს აღნიშნული ჩანაწერი, მაგრამ ეს არისო დროებით. 6-12 თვეში ეს სტატუსი თურმე ქრება. რაც რა ვიღა 3 წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს. კაცი ჩამოვიდა 100,000-დან ზემოთ ღირებულებიდან სახრი იყიდა და მან იყიდა იმ პირობით, რომ ერთ წელიწადში ამ ქვეყნიდან გამიშვებია. კი, ერთ წელიწადში აქ ვერ შემოვა. ხო, ცხადია ეს არის ტყუილი და რეალობა გამოიყურება შემდეგნაირად. ყოველ წელს, 12 თვის შემდეგ, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღნიშნული უძრავი ქონება აქვს საკუთრებაში, მას ავტომატურად შეუძლია კიდევ ერთი წლით გაიხანგძლივოს ბინადრობის სტატუსი.
ანუ ეგ უბრალოდ არის ყოველ წელს ერთი წლის გასვლის მერე კიდევ ერთი წლის გასვლის შემდეგ მიდის და აგრძელებს. წელიწადში ერთხელ მიდის ეს უცხო ქვეყნის მოქალაქე და ამ სტატუსს, ანუ ბინადრობის ნებართვას იგრძელებს 12 თვით. მორჩა. ეს არის რეალობა. და არა ის, რასაც პრემიერ-მინისტრი გვეუბნება, კაცო, რომ თურმე 12 თვის მერე პრემიერ-მინისტრი ეგ манипуляცია, რასაც ამბობს იურიდიულად კი ეგრეა. არამატებს ეძრევა, მაგრამ მერე რო აგრძელებს უპრობლემოდ მაგას არ ავტომატურად რო შეუძლია გააგრძელოს, მაგას არამატებს. ეგ ჩაკეცა. ხო და უყურე რა ხდება. 10 წლის შემდეგ თუ არსებული უძრავი ქონება ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ექნება საკუთრებაში, ამ ბინადრობის ნებართვის საფუძველზე მას აქვს უფლება შეიტანოს განაცხადი შესაბამის უწყებაში და მოითხოვოს მათ შორის საქართველოს უკვე მოქალაქეობა. იქ არის ჩასაბარებელი უბრალოდ გამოცდა, ანუ უბრალოდ ქართული ენის გამართული ცოდნა საჭირო და ჩემი აზრით თუ 10 წელი საქართველოში იცხოვრებ ისწავლი ქართულს. იმ მასშტაბით მაინც ისწავლი, რომ ეგ გამოსდა გაიარო. ამიტომ სინამდვილეში ჯერთი, მოდით 12 წელი სადაც ისწავლის ურთიერთობაში იმ დონეს კი არა, ბევრად უფრო მაღალ დონეზე რაც იქ ჭირდება. ნებისმიერ ენას ისწავლი, თუ იმ ქვეყანაში ცხოვრობ 10 წელიწადში, რა ვიცი, ჩინურს ისწავლი და 2-3 წელიწადში ისწავლი ჩვეულებრივ. ამიტომ თუ მithumedes თუ მონდომებული ხარ და მოწადინებული ხარ, რომ იმ ქვეყნის სტატუსი მიიღო, ნუ მაგას გააკეთებ მოკლედ. და შემთხვევით არ არის საჯარო რეჟიმში რიგები, რომ შეხვალ საკუთარი თვალით ხედავ ყველაფერს. ამიტომ ეს არის манипуляციური გამოსვლა, და აგერ მარტივად გავაქარწყლეთ და ყველა შეუძლია ხა ჩვენ რაც ვისაუბრეთ. ეს გადაამოწმოს, რომ $100,000 უძრავი ქონები, ღირებულების უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში შენ 12 წლის განმავლობაში გეკუთვნის საქართველოს ბინადრობის სტატუსი, უბრალოდ ყოველ წელს უნდა აღადგინო ეს სტატუსი. ეს ავტომატური პროცედურა, უბრალოდ მიდიხარ შესაბამის უწყებაში და თუ ეს ბინა შენ საკუთრებაშია, შემდეგ წელიწადს გიხანგრძლივებენ შენ ბინადრობის ნებართვას. რა არის ახლა ბინადრობის ნებართვა? მოდი ეგეც ორი სიტყვით ავხსნათ, იმიტომ რომ შეიძლება ახლა შეულებრივ რიგით მაყურებელმა არ იცოდეს. სინამდვილეში ბინადრობის ნებართვა არის შემდეგი სტატუსი. შენ ერთადერთი რითაც ვერ სარგებლობ, აი საქართველოს მოქალაქისგან განსხვავებით, ანუ რით ხარ შენ შეზღუდული. ერთადერთი ვერ იღებ არჩევნებში მონაწილეობას და იარაღს ვერ იძენ. მორჩა. დანარჩენი შენ ჩვეულებრივად უვიზოთ. შეგიძლია საქართველოში შემოსვლა, გასვლა, ცხოვრება, მუშაობა, ანუ მაგ უფლებით საქართველოს მოქალაქეების ჩემი აზრით 70% ისედაც არ სარგებლობს. 70% ჩვენი მოსახლეობის არც არჩევნებზე არ დადის და არც იარაღი არ აქვს გაფორმებული. ანუ რეალურად პოსტფაქტუმ, ანუ პრაქტიკაში გინ ბინადრობის ნებართვა ქონია და გინ საქართველოს მოქალაქეობა. ანუ პრაქტიკულად ამ ორ უფლებას თუ გამოვრიცხავთ, ყველა იდენტური უფლებებით სარგებლობ. ეხლა რაც შეეხება ასევე, მოდი ვაღიარო და ჩავაბეტონოთ ეს საკითხი, ესე იგი იყიდება საქართველოს ბინადრობის სტატუსი $100,000 სანაცვლოდ. მორჩა, ხო, სპეკულაცია ამ თემაზე უნდა მორჩეს. თავიდან ხო არ აღიარებდნენ, მაგრამ ეხლა თქვენ მაგერ უფროსმაც დაადასტურა და მორჩეს ახლა ამაზე რაღაც სპეკულაციები და ტყუილების დაბრალება თითქოს და ჩვენ რაღაცეებს ვიგონებთ, კაცო, არაფერს არ ვიგონებთ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ და აგერ თქვენმა ერთ-ერთმა ყველაზე მთავარმა ეს დაადასტურა პარლამენტის ტრიბუნიდან. ეხლა რაც შეეხება შემდეგ საკითხებს, სადაც ასევე ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა გაჟღერდა კობახიძის მხრიდან და ისიც ესე ცოტა манипуляციურად იქაც აღიარა ჩვენი წუხილი და ჩვენი კითხვები, მაგრამ манипуляციური პასუხი გასცა. მან აღნიშნა, რომ მოხამედ ალაბარმაო კი თქვაო იმედის ეთერში, რომ იმ ქალაქებში 60% უცხოელი ცხოვრებსო, მაგრამ ჩვენ არ ვგონიაო, რომ ეგრე მოხდეს. ჩვენ მგონიაო, რომ უცხოელები იქნებიან 20%,
ხოლო 80% საქართველოს მოქალაქეები შეიძენენო მაგ უძრავ ქონებას. ერთი ეგრეც რომ იყოს, რავი, არც ეგეთი არ მინდა. ერთი არც ეგ არ მინდა. არც ეგ მაგას თუ გონია ხარ პროცენტები მაგარი და უკვე კარგია, მან ცდება ზუსტად. საქართველოს მოსახლეობის 20% რამდენია, იცი? დაახლოებით 700,000 ადამიანი. მან საქართველოს არა, მოსახლეობის მე უბრალოდ არ არის ლაპარაკი. პროცენტულობას ვამბობ, კაცო, გასაგებია, მაგრამ 700,000 საქართველოს მასშტაბით, თბილისის მასშტაბით არის სადღაც 400,000 კაცი. 400, ანუ 300,000 კაცი. ეგეც პრობლემაა, ანუ რა მანიპულაციური პასუხის გაგვცა, ეგეც პრობლემაა.